საღამომშვიდობისა ძვირფასო მაყურებლებო, ეთერშია სალტე გადაცემით პოლიტიკის საათი. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარია პოლიტიკის დოქტორი და პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა. ირაკლისთან ერთად ჩვენ შევაფასებთ კვირის მნიშვნელოვან ამბებს, როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ. ძალიან საინტერესოდ ვითარდებოდა მთელი კვირის განმავლობაში პროცესები, თუმცა ჯერ არ ვიცით, როგორ დასრულდება რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები, გაგრძელდება თუ არა საერთოდ და სკანდალი, რომელიც BBC-ს მიერ გავრცელებულ განცხადებებს ინფორმაციას მოყვა, ბრალდება უფრო სწორედ საქართველოს წინააღმდეგ უმძიმეს დანაშაულში ზდებენ ბრალს საქართველოს ხელისუფლებას. ამ თემის გარშემო ვისაუბრებთ ირაკლისთან ერთად. ირაკლი, მოგესალმები, მადლობას გიხდი სტუდიაში მოგზაურობისათვის. ირაკლი, საუბარი მინდა დავიწყო მაინც რუსეთ-უკრაინის ომით, იმიტომ რომ დიდწილად დამოკიდებულია როგორ დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი, ამაზე არის დამოკიდებული საერთოდ როგორ განვითარდება პროცესები. არა მხოლოდ საქართველოში, ზოგადად მსოფლიოში. გვაქვს თითქოს მოლოდინი იყო, მაგრამ ალბათ გადაჭარბებული, რომ ეს შეხვედრა, რომელიც შედგა კრემლში, ეს იქნებოდა ერთგვარად წინაპირობა იმის, რომ ჩვენ გვეცოდინებოდა რიცხვი თვე, დღე, საათი, როდის მოეწერებოდა სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი. თუმცა პროცესები ცოტა სხვანაირად განვითარდა. ტრამპი ამბობს, რომ პუტინს სურს ომის დასრულება, მაგრამ ასე არ საუბრობს რუსეთის ხელისუფლების ხელწერაში. ეს ხედავთ, რომ არ იკითხება მოსკოვის პირველი პირი, ახლა ინდოეთში ჩავიდა, ნაწარმოებს იქ მოლაპარაკებებს. პირველი ცნობა, რაც გავრცელდა, იხსნება რუსული ბანკი ინდოეთში. როგორ გაგრძელდება, ირაკლი, რა გაგრძელება აქვს, თქვენ როგორ ფიქრობთ ამ მოლაპარაკებას და ტრამპის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ პირველი ვიზიტი ინდოეთში რას მიანიშნებს? მოგესალმებით ამთა, მივესალმები სალტეს მაყურებელს. ომი 4 წელია თითქმის უკვე მიმდინარეობს, თებერვალში შესრულდება 4 წელი. მთელი რეგიონისთვის და მთელი მსოფლიოსთვის ერთგვარი თამაშების წესის შემცვლელი მოვლენაა. დიდი ეკონომიკური გავლენა ჰქონდა რეგიონის ქვეყნებზე, ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე და არა მარტო წევრ ქვეყნებზე. და მთელ მსოფლიოზე, იმიტომ რომ გადაეწყო მიწოდების ჯაჭვები, პროდუქციის მიწოდების ჯაჭვები გამომდინარე სასანქციო პოლიტიკიდან, რომელსაც ევროკავშირი და შეერთებული შტატები და მათი მოკავშირეები უწესებენ რუსეთს. იქ ჩაერთო პარალელური იმპორტი, სანქცირებული პროდუქცია, გარკვეულწილად სავარაუდოდ შედის სხვადასხვა ქვეყნებიდან, თუმცა უნდა ითქვას, რომ საქართველოს დაიცვა ეს საერთაშორისო სანქციები, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან იყო მოტყუნა, რომ ჩვენ შევერთებოდით. მოტყუნა კი არა, ზეწოლა და ულტიმატუმის ფორმაც ჰქონდა ამას, მაგრამ საქართველოს არ შეუერთა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციას, გამომდინარე იქიდან, რომ ეს იქნებოდა დამანგრეველი საქართველოს ეკონომიკისთვის, შესაბამისად სახელმწიფო ვეღარ შეძლებდა სოციალური ვალდებულებების სრულად შესრულებას, რეალიზაციას და იქნებოდა ხელფასების დაგვიანებები საბიუჯეტო სფეროში, პენსიების გაზრდაც ვერ მოხერხდებოდა, დარიგებას დროულად და ამას ბევრი სხვა პრობლემაც მოყვებოდა. ამიტომ საქართველოს მიმოქმედა აბსოლუტურად პრაგმატულად, საკუთარი ინტერესების შესაბამისად, არც მეორე ფრონტის დამოუკიდებლ სცენარში ჩაერთო და არც ეკონომიკურ სანქციებს არ შეუერთა. თუმცა და დაცვა ხდება ამ სანქციების გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენმა კომპანიებმა და ბიზნესმა არ მიიღოს მეორადი სანქციები. რაც ასევე დააზიანებს საქართველოს ეკონომიკას და საქართველოს ბიზნეს გარემოს. ეხლა რაც შეეხება ომის დასრულება, ამ ომის დასრულება ურთულესი ამოცანა გამომდინარე იქიდან, რომ არც ერთ მხარეს არ მიუღწევია თავისი მთავარი მიზნისთვის, ხო? გამოჩნდა, რომ უკრაინის შეერაღებული ძალები მედგარ წინააღმდეგობას უწევენ რუსეთს, რომელიც ფრონტზე დომინირებს დიდი ხანია. ინიციატივა რუსული არმიის მხარეს არის, მაგრამ უკრაინული არმია იცავს თავს საკმაოდ ღირსეულად და შეუპოვრად ებრძვის. თუმცა უკან იხევს, რა თქმა უნდა, ტერიტორიების დაკარგვა ხდება რეგულარულად. ეხლა ტემპს რაც შეეხება ომის და ფრონტის ხაზის მოძრაობის ტემპს, ჩანს ეხლა რომ რუსეთს არ აქვს თვითმიზანი, გინდა თუ არა რაღაცა
8-12 კილომეტრი გაიაროს ფრონტმა ყოველ დღე დაახლოებით ასეთი იყო მეორე მსოფლიო ომის დროს ფრონტის ხაზის მოძრაობა ან იქით-აქეთ 5-8-12 კილომეტრიანი მოძრაობა იყო ფრონტის ხაზის საშუალოდ მეორე მსოფლიო ომის დროს. დღეს ასეთი სისწრაფე არ არის. გამომდინარე იქიდან ჩანს რომ ერთად რუსულ მხარეს დავალება აქვს რომ ჯარისკაცებს გაუფრთხილდნენ, ანუ პერსონალს გაუფრთხილდნენ მეომრებს და უფრო ტექნოლოგიური ომია, ხო ეს უკვე იმდენად ტანკებიც კი აღარ გამოიყენება, იმიტომ რომ რაღაცა ეს 2-3 მილიონიანი ტანკი 1-1000-იანი დრონის მსხვერპლი ხდება ხოლმე. არარენტაბელურია. უფრო ეს დრონების ომი არის პირველად ისტორიაში სხვათა შორის. დრონებიც ადრეც გამოყენებულა შეერთებულ შტატებს გამოუყენებია რაღაც ერთილოვანი ოპერაციებისთვის ავღანეთში, ახლო აღმოსავლეთში, მაგრამ ესეთი მასიური ინდუსტრიული ხასიათი დრონების გამოყენებას პირველად კაცობრიობის ისტორიაში და ჩანს რომ ეს არის მომავალი ომების სამხედრო ხელოვნების სერიოზული შემადგენელი ნაწილი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა შეერაღება აზრს კარგავს. ყველაფერს თავისი ფუნქცია ექნება, ხა დრონით. თუმცა წამყვანი იქნება დრონი. დრონი იქნება დაზვერვითი, შეტევითი, თუნდაც თავდაცვითი ოპერაციების განუყოფელი ნაწილი, მისი მასიური გამოყენება. მაგრამ ამავე დროს ტერიტორიის დაკავება ხა დრონით ვერ მოხდება, ხო? ანუ ცოცხალი ძალა და ტექნიკა მაინც საჭიროა. დრონებით გაწმენდა დაუშვათ რაღაც ტერიტორიის და მე ქვეითი ჯარით და ტექნიკით მისი გაკონტროლება. ხა რა თქმა უნდა თვითმფრინავსაც კი ვერ შეედრება დრონი თავისი საბრძოლო სიმძლავრით, თვითმფრინავიც ასევე მნიშვნელოვანია. თუმცა თვითმფრინავი ძალიან ძვირად ღირებულია დრონთან შედარებით, მაგრამ საცეცხლე სიმძლავრე გაცილებით მეტი აქვს. რამდენიმე ათეულჯერ სავარაუდოდ გააჩნია რა მოდიფიკაციის რაკეტებს იხმარს. მოკლედ ესე იგი ის რომ ფრონტის ხაზი სწრაფად არ იძვრის განპირობებულია კიდევ მეორე მიზეზით ანალიზი რო გავაკეთოთ რუსეთის სამხედრო პოტენციალის, გინდა პირადი შემადგენლობის, ანუ ჯარისკაცების მობილიზაციის კუთხით, გინდა ტექნიკის და ავიაციის გამოყენებით, რუსეთი ამ ომში იყენებს დაახლოებით მაქსიმუმ მესამედს თავისი საბრძოლო კონვენციური შეერაღების პოტენციალის. ჩვენ ვიცით, რომ მხოლოდ ერთხელ ჰქონდათ 22 წელს შეზღუდული მობილიზაცია, 300,000 ადამიანი იქნა გაწვეული. ისიც ადრე ნამსახურები ხალხი, ვისაც ჰქონდა გავრელი ჯარი და ხო და ძირითადად საკონტრაქტო ჯარი ყავს, ანუ მაღალ ხელფასებს უხდიან და იქ ახლა ზოგიერთ რეგიონში ისეთი სიტუაცია, რომ ოჯახი ხშირ შემთხვევაში თვითონ ასე ვთქვათ სტიმულირებს, წადი ომშიო. რომ ძალიან მაღალი ერთჯერადი გადახდებია ძალიან დიდი, ასევე მე ხელფასის დიდი და იქ რაღაც კიდე პლუს შეღავათებია თუ დაბრუნდა. თუ არ დაბრუნდა, ოჯახს დიდი კომპენსაცია. ხო და ანუ ოჯახის წევრებიც მოტივირებულები არიან ეს მინდა ვთქვა. ანუ ცოცხალი ძალის კონტრაქტით აყვანის პრობლემა რუსეთს არ აქვს, ხო, გამოქვეყნდა ციფრები, რაც გახმოვანდა 1000-დან 1500 ადამიანამდე ყოველ დღე აწერს კონტრაქტს ხელს. შესაბამისად რუსეთს არც დაჭირვებია სრული მობილიზაცია. ხო, სრული მობილიზაცია 20-25 მილიონი ადამიანის მობილიზება შეუძლია, მაგრამ დღეს არის ფრონტზე დაახლოებით მაქსიმუმ 900,000 ადამიანი თავისი ზურგის სამსახურებით და სხვა დანარჩენ ტერიტორიაზე დაახლოებით მილიონამდე სამხედრო მოსამსახურეა, იმიტომ რომ ახლა რუსეთი მარტო უკრაინის ფრონტზე არ პოზიციონირებს, ხო, ბალტიისპირეთის საზღვართან ყავს, ბელორუსში ყავს არმია, ყაზახეთი, ჩრდილოეთ კავკასია, საქართველოში ორი ბაზა აქვს, იქაც ვიღაცები ხო არიან, შეიძლება რაღაც ნაწილი დიდი ნაწილი გაყვანილია, მაგრამ ვიღაცები ხო არიან.
გიუმრის ბაზა და თქვა კიდევაც მე ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ამ დღეებში ვლადიმერ პუტინმა სანამ ეს ამერიკის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართებოდა, რომ ეს არ არის კლასიკური ტიპის ომი, რომელსაც რუსეთი აწარმოებს, ეს არის ქირურგიული ჩარევა, გარკვეული უკრაინის ფაქტორიდან გამომდინარეო. აი, როდესაც ევროპაში ომზე საუბრობთ და თუ ომი უნდათ, მაშინ ჩვენ დღეს ვმზად ვართ ამ ომისთვის. კი ბატონო, ეს ნამდვილად თქვა ამ დღეებში და ეს რას გულისხმობდა ამ ნათქვამში, აი რას ნიშნავს ქირურგიულად მოქმედებთ, ეს არ არის კლასიკური ომი. ეს ნიშნავს იმას, რომ რაც სხვათაშორის არესტოვიჩმა თქვა. ხა არესტოვიჩმა თქვა, რომ რუსები ჩვენ უკრაინელებს აღუქვამენ როგორც თავისიანებად. და არ მოქმედებენ ისე, როგორც რაღაც ხავერდოვანი დაუშვათ და ბომბები განურჩევლად, ხა მაგალითად ისრაელი რასაც აკეთებს ღაზაში, ხო? საერთოდ მოსწორებულია ყველაფერი მიწასთან. ან ამერიკა რასაც აკეთებდა ვიეტნამში, როდესაც ნაპალმის ბომბებით მთელი სოფლების ამოწვა ხდებოდა ჯუნგლები და ასე შემდეგ. ან თუნდაც ერაყში რაც ხდებოდა. ანუ ძირითადად ესე იგი სამხედრო სამიზნეებს ეძებენ და დაძლებენ და ერიდებიან მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლ წოთაშორის ორივე მხარე, თუმცა არის ხოლმე ექსცესები, რაღაც ხდება, გადაცდომები, შეიძლება ტექნიკური შეცდომა იყოს, შეიძლება ვიღაცა დანაშაულს ჩადიოდეს, მაგრამ ეს არ არის სისტემური ხასიათი. ნუ ეს ომს ახლავს ხოლმე ასეთი. ხო, აი, უცნაურობა და აი, ესე იგი, სამხედრო მსხვერპლთან შედარებით საოცრად დაბალია მშვიდობიანი სამოქალაქო ადამიანების მოსახლეობის მსხვერპლი. ამით გამოირჩევა ეს კონფლიქტი, როდესაც პირიქით ხდება ხოლმე ესე დაუნდობელი ომი რომ მიდის, ნებისმიერი ომი რომ გავარჩიოთ, ასე არ ხდება. პირიქით არის და 2008 წელი ავიღოთ, მანამდე აფხაზეთის ომი ავიღოთ, ხო სამოქალაქო მშვიდობიან მოქალაქეებში იყო ძალიან ძიმე დანაშაული ჩადენილი, ხო? იგივე ცხინვალში, იგივე აფხაზეთში ხო გახსოვს? ახლავს ხოლმე ხონაერად მშვიდობიანი მოქალაქეები მეტი დაიღუპა ვიდრე სამხედრო მოსამსახურეები ჩვენი ქართული მოხდა. ეხლა გამოჩნდა რა ვინ არის დაინტერესებული რომ ომი გაჩერდეს, ჩამოთვალოთ ეს. პირველი დაინტერესება არის უკრაინელი ხალხი. დაინტერესებული რომ ომი გაჩერდეს და რაც ბუნებრივია. მეორე რუსი ხალხიც არის დაინტერესებული რომ ომი გაჩერდეს, ოღონდ რა თქმა უნდა, რუსეთის პირობებით. შემდეგ გამოჩნდა რომ ტრამპი და მისი გუნდი არის დაინტერესებული ამ ომის გაჩერებით და ასევე კრემლიც პრინციპში დაინტერესებულია თუ მათი პირობები იქნება შესრულებული. და რა არის მათი პირობები? ირაკლი, ხო სამი ძირითადი საკითხი გამოიკვეთა ამ შეხვედრაზე. ეს არის დონბასის ტერიტორია, ასევე ეს არის უკრაინის შეერაღებული ძალების რაოდენობის შემცირება და ასევე ეს არის უნდა შეზღუდოს ხო ევროპამ თავისი განცხადებით უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი, ერთ-ერთი საკითხიც ეს არის. ნუ პრინციპში ეს უკვე შეზღუდულიც არის, მაგრამ მაინც. რუსეთის პოზიცია თამთა გახლავთ შემდეგი, რომ მთავარი მიზეზები ამ ომის და ამ კონფლიქტის უნდა აღმოიფრქვას. ეს მიზეზები მდგომარეობს პირველ რიგში იმაში, რომ უკრაინა 90-იანი წლების შეთანხმებით, როცა მან დამოუკიდებლობა მიიღო და დეკლარაცია გამოაქვეყნა, იქ წერია, რომ უკრაინა არის ნეიტრალური სახელმწიფო. უბლოკო სტატუსი კონსტიტუციაში ჰქონდათ და დამოუკიდებლობის დეკლარაციაში ჰქონდათ ნეიტრალური სტატუსი და ამ პირობით სცნო რუსეთმა უკრაინის დამოუკიდებლობა. და არც ეხებოდა ახლა სანამ არ შეიცვალა ეს რეალობა, ხო? 2015 წელს შეცვალეს ეს რეალობა. მანამდეც იყო კონსტიტუციის შეცვლის გარეშე, იქ ნატოს სწავლებები ტარდებოდა, იქ რაღაცა ლაბორატორიები იხსნებოდა, რომელიც ეთნიკურ ბაზაზე, ეთნიკური ნიშნით კვლევებს ატარებდნენ, ასეთი ხმები დადიოდა ყოველ შემთხვევაში და იწერებოდა ანალიტიკაში სხვადასხვა ქვეყანაში. მაგრამ 14 წელს მოხდა სახელმწიფო გადატრიალება და 15 წელს კონსტიტუციიდან ამოიღეს ეს ნეიტრალიტეტის და უბლოკო სტატუსის, ხო? ანუ ნატოს გაფართოვება და ნატოს ჯარების განლაგება თლად რუსეთის ზღვისწინ უკვე რეალობა ხდებოდა. ეს ერთი. მეორე, ამის
გაჩერება უნდა რუსეთს, ანუ დაბრუნება 91 წლის რეალობაზე. რომ უკრაინას კვლავ ჰქონდეს ნეიტრალური სტატუსი და უბლოკო სტატუსი და სიმართლე რომ თქვა, თავად უკრაინის ეროვნული ინტერესებისთვის ეს არის ოპტიმალური გამოსავალი იმ პირობებში, როცა ორ ურთიერთდაპირისპირებულ ფანაკს შორის ხარ, აქეთ რუსეთი, იქეთ რაღაცა დასავლეთ ევროპა, ხო? ევროპა და ნატო. ბუფერული ზონა საბოლოო ჯამში ერთსაც აწყობს მეორესაც იმ ევროპასაც და რუსეთსაც. და ეს კიდე ნიშნავს იმას, რომ უკრაინა უნდა ყოფილიყო სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე ქვეყანა, მაგრამ ეკონომიკურად ჰქონდა უფლება ექნებოდა საშუალება, რომ ყველასთან ურთიერთობების ან თუნდაც ახლა მაგალითად ევროკავშირში უფრო მეტი ინტეგრაცია რომ მოენდომებინა უკრაინას. ხელს არ შეუშლიდა. რუსეთი ახლა კმაყოფილი არ იქნებოდა ამით, მაგრამ ხელს არ შეუშლიდა თუ სამხედრო ნეიტრალიტეტი იქნებოდა გარანტირებული, მაგრამ რუსეთს ასევე ესმოდა ის, რომ უკრაინას ევროკავშირში არ მიიღებენ. რატო არ მიიღებენ? იმიტომ რომ არავის არ ჭირდება ამხელა კონკურენტი. უზარმაზარი მიწის მასივით და ასე შემდეგ. და არც ეს არ არის რეალისტური. ეს ნეიტრალიზაციაზე ვთქვით. მეორე ეს გახლავთ უკრაინა არის რთულად შედგენილი ქვეყანა. სხვადასხვა მენტალიტეტის და ისტორიული წარსულის ხალხი არის იქ. ახლა ზოგადად უკრაინელი ქვია, მაგრამ სხვადასხვა სახელმწიფოების შემადგენლობაში იყო საუკუნეების განმავლობაში მისი სხვადასხვა ნაწილი. იქ არის რუსულენოვანი მოსახლეობა, მათ შორის ეთნიკური რუსები, აღმოსავლეთ, სამხრეთ აღმოსავლეთში, აი ნოვოროსიას რასაც ეძახიან რუსები. ეს არის ძირითადად ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის ოლქები, ზაპოროჟიეს ოლქი, ასევე დნეპროპეტროვსკის ოლქი ყოფილი. ეხლა დანეპრქვია ხერსონის, ნიკოლაევის ოლქი, ოდესსა თვითონ ოლქში უფრო ჭარბობს უკრაინულენოვანი სოფლებში, მაგრამ თვითონ ქალაქი ყოველთვის რუსულენოვანი იყო. არის კიდევ ცენტრი, კიევი და მისი შემოგარენი და მომიჯნავე, არის კიდევ ვოლინი ეგრეთ წოდებული, ეს ლუცკი, როვნო, რივნე, ხმელნიცკი, ვინიცა და არის გალიჩინა. გალიჩინა, რომელიც არის ტერნოპილი, ივანო-ფრანკოვსკი და ლვოვის ოლქები, სადაც ცხოვრობს მკაფიოდ უკრაინულენოვანი მოსახლეობა ძირითადად, თუმცა მაგალითად ქალაქ ლვოვში 200,000 რუსი ცხოვრობდა, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან. და ზაკარპატზე არის ესეთი მუკაჩევო, იქაც რუსების მოსახლეობა იყო, რუსინები ასევე ცხოვრობდნენ, ეს ძველი სლავური ტომია, რომელიც რუსეთთან უფრო და შემდეგ იყო მისი სხვადასხვა ნაწილები უკრაინის იყო ზოგი უნგრეთის შემადგენლობაში, მაგალითად უშგოროდი, ჩერნოვცი იყო რუმინეთის შემადგენლობაში, ჩერნოვცის ოლქი, პოლონეთის შემადგენლობაში იყო თითქმის დასავლეთ უკრაინა 39 წლამდე, სანამ საბჭოთა კავშირმა სტალინმა არ შეიერთა ესა, ხო? მოკლედ რთულად კომპოზიტური ქვეყანაა და ეს იუშენკო მაგალითად ავითარებდა იდეოლოგიას უკრაინული საბორნესს ეძახდნენ ასე ერთობა, უკრაინული ერთობა, ხო? ანუ როგორ რაღაცა პროგრამები იყო მაგალითად სკოლის ბავშვებს, სტუდენტებს ექსკურსიაზე ლვოველი ბავშვები მიყავდათ დონეცკში, დონეცკელი ბავშვები ლვოვში. რომ ადამიანებს ენახათ, რომ იქ სხვანაირები არიან, გაეცნოთ ერთმანეთი, ანუ ეს ჩაკეტილი სისტემები იყო პრინციპში. აი დონეცკელები განსაკუთრებულები იყვნენ ყოველთვის. ლვოველები სულ სხვანაირი მენტალიტეტით. ცენტრი სხვანაირი. ხო და ასეთ ერთობას სჭირდებოდა უფრო ფაქიზი მიდგომა და ყველას ინტერესი უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული კიდე პარლამენტში, კიდე ადგილებზე თუ სახელმწიფო სტრუქტურებში, მაგრამ ნუ დაირღვა ეს. თითქოს აი კუჩმა ცდილობდა ამის გაკეთებას. კუჩმა დნეპროპეტროვსკის დაჯგუფების წარმომადგენელი იყო, უფრო და ნუ ცენტრიც ასევე კიევი. შემდეგ იანუკოვიჩი უკვე დონეცკის წარმომადგენელი იყო, იუშენკო, ეხლა სუმში არის დაბადებული იუშენკო, ვიქტორ იუშენკო, მაგრამ ნუ რეალურად დასავლური უკრაინული პროექტის წარმომადგენელი იყო, თუმცა ესმოდა, რომ ეს საერთო უკრაინული
ერთობა ითვალისწინებს ბევრ კომპრომისს თავარ ჯგუფებს შორის, ვინც არის დასახლებული და მაგალითად იუშენკო რო აირჩიეს 2004 წელს იყო პირველი მაიდანი, ხო, ნარინჯისფერი მაიდანი. იუშენკო გახდა პრეზიდენტი. პირველივე დღეებში პრეზიდენტობის სპეცნაზი გააგზავნა დონეცკში. დონეცკში კომენდანტის საათი იქნა შემოღებული, მანამდე ორი თვითმფრინავი ხალხი გაიქცა. რატომ? იმიტომ რომ იუშენკო და იანუკოვიჩი იყვნენ კონკურენტები, ხო, და პირველი და მეორე ტურით იანუკოვიჩმა მოიგო. მაგრამ ამერიკის და დასავლეთის ზეწოლით გაუქმდა ეს არჩევნები, ჩატარდა მესამე ტური, რაც არაკონსტიტუციური იყო ცალსახად, რეალურად მოხდა, რომ იუშენკო მოვიდა ხელისუფლებაში. მესამე მცდელობით, რაც კონსტიტუციაში არ იყო ეს გათვალისწინებული. ამბობდნენ, რომ გაყალბდა. შესაძლოა, ხო, მე არ ვიცი, კუჩმა რას აკეთებდა. გაყალბდა და იმიტომ არენდნენ. მოკლედ, მაშინ იანუკოვიჩს უთხრეს, რომ ესე იგი, შენ ახლა წააგე, იუშენკო გახდება, მაგრამ შენ არ გაგდებთ პოლიტიკური ველიდან, შეგვიძლია მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მათი დასაყრდენი იანუკოვიჩის და რეგიონების პარტიის დასაყრდენი იყო დონბასი. და დონბასი ეს არის უკრაინის სამრეწველო პოტენციალის 20-25%. საექსპორტო პოტენციალის 25%. ანუ დიდი ფული ტრიალებდა დონეცკში. მეტალურგიული ქარხნები, ქიმიური ქარხნები, ეს ქვანახშირის მოპოვება, მანქანათმშენებლობის ქარხნები იყო ლუგანსკში, დონეცკში, ძალიან დიდი ერთ-ერთი საკვანძო ინდუსტრიული ცენტრი იყო მთელი საბჭოთა კავშირის და მე უკრაინას დარჩა ახლა რა თქმა უნდა. მარიუპოლში იყო ძალიან დიდი ქარხნები, ლუგანსკის აი ტოჩმაში მაგალითად იყო ერთ-ერთი საუკეთესო სანიმუშო ქარხანა, უნიკალური და დნეპროპეტროვსკიც ახლა მათი დასაყრდენი იყო, დნეპროპეტროვსკის იუჟმაში ეს კოსმოსურ ხომალდებს უშვებდა და თანამგზავრებს და რა ვიცი რას არ უშვებდა. ხარკოვი ახლა დონბას არ ეკუთვნის ფორმალურად სლობოჟანში ნაქვია, მაგრამ ხარკოვის სატანკო ქარხანა, ლეგენდარულია ტურბოატომის ქარხანა, რომელიც აგრეგატებს უშვებდა ძალიან უკრაინის სამრეწველო პოტენციალი იყო ევროპაში ერთ-ერთი უზარმაზარი 91 წელს როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, უკრაინის სამრეწველო გამოშვება იყო გაცილებით მეტი, ვიდრე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გაერთიანებამდე. რაღაც ნაწილი შეინარჩუნეს, მე მაქვს ნანახი ანალიტიკა, რომ 40%-მდე იქნა შენარჩუნებული კუჩმას დროს, მაგრამ განვითარების საშუალებას არ აძლევდნენ, იმიტომ რომ კონკურენტი უკრაინული მრეწველობა და მეტალურგია განსაკუთრებით იყო კონკურენტი როგორც ევროპის, ასევე რუსეთის. და პრინციპში არცეც არ აწყობდა. ახლა უკრაინას ჰქონდა მაგალითად ვერტფრენების ქარხანა, ვერტფრენების მწრავების ქარხანა, უნიკალური. თორსტები კრივოი როგში არის, ხო? და რუსეთს არ ქონდა, რუსეთი ყიდულობდა. მაგალითად პინჩუკის კუჩმა სიძეს პინჩუკის მილების ქარხანა უნიკალური იყო და რუსეთს არ ქონდა მილები, პინჩუკისგან ყიდულობდნენ რუსები მილებს. მეტალის ფოლადის მილებზეა საუბარი, სხვადასხვა დიამეტრის. მოკლედ არავის არ აწყობს ეს, არ აწყობდა და არ აწყობს უკრაინის ესეთი სამრეწველო პოტენციალი. უკრაინამ ჩემი აზრით წააგო სწორედ იქ, როდესაც გადაწყვიტეს, რომ ოლიგარქებს დაურიგონ სამართავად ეს ქონება და შესაბამისად ხელისუფლება. ყველა ესე იგი ოლიგარქები, ვინც საკუთარ თავს პატივს სცემდა, ყველას ჰქონდა ტელევიზია, ყველას პოლიტიკური პარტია, რაღაცა საზოგადოებრივი ჯგუფები და მოკლედ ჩამოყალიბდა ეს კუჩმას დროს ხდება ამის კრისტალიზაცია და ჩამოყალიბდა რამდენიმე ოლიგარქიული ჯგუფი, ეს ახმეტოვი, პინჩუკი, კალამოისკი, იქ კიდევ ადგილობრივი ფეოდალები იყვნენ, იქ ხარკოვში ოდესას თავისი ჯგუფი ყავდა.
ფირტაში და ასე შემდეგ. ნუ ბევრი 7-8 სერიოზული მილიარდერების ჯგუფი, მაგრამ იყო კიდე დარგობრივი ოლიგარქები, მაგალითად ხამუტინიკი, ბახმაჭუკი მიწებდნენ თითქმის 1,000,000 ჰექტარზე მეტი მიწა საკონტროლობდა ბახმაჭუკი. ეს მიწებიც დაირიგეს, რა თქმა უნდა, ოლიგარქებმა, ეხლა პოროშენკოს ჰქონდა რამდენიმე 100,000 ჰექტარი, ტიმოშენკოს, რა თქმა უნდა. ხალხს რა არც არაფერი. ხალხს დაურიგეს სხვათა შორის, იმდენად იმდენი მიწა, რომ ხალხსაც სოფლის მოსახლეობას 2-3 ჰექტარი დაურიგეს. მაგრამ უმეტესობად თვითონ დაურიგეს, პაების სისტემა იყო, კუჭმას დრო შერ კიდევ. მაგრამ ნუ რეალურად ამ პაებს ახლა 2-3 ჰექტარის დამუშავება ეკონომიკურად არ არის მომგებიანი და იჯარით ხდებოდა ოლიგარქების მიერ ამ პაების აკეპა და რაღაც კაპიკებს უხდიდნენ ახლა. გეტყვია 80, 100, 120 ჰექტარი წელიწადში ჰექტარს. ხო, ამიტომ დონბასში გააგზავნა იუშენკომ ეს სპეცნაზი, აპირებდა სერიოზული რეპრესიების ჩატარებას, რომ კონტროლის ქვეშ აიღო, მაგრამ მერე მოხდა, ესე იგი, შეთანხმება, რომ ნუ ბრძოლას და სეპარატიზმი ვარ გამოეწვია და შეთანხმდნენ თამაშის წესებზე მოკლედ, რა. შეთანხმდნენ თამაშის წესებზე, იუშენკომაც არ გაამწვავა ეს კონფლიქტი, გაითვალისწინა, რომ ცოტა სხვანაირი ხალხი ცხოვრობს და ომის სცენარში არ გადაიზარდა ეს ყველაფერი. იუშენკოს დამსახურება სხვათა შორის, თუმცა დასავლეთიდან ჰქონდა მას ეწოლა, რომ დაეწყო ასეთი რაღაცები. რაც დასავლეთმა ცალსახად იცოდა, რომ ეს რუსეთთან დაჯერებას გამოიწვია. ნუ მოკლედ მეორე ფაქტორი არის ეს რუსულენოვანი მოსახლეობის, ასე ვთქვათ, დაცვა რუსეთის მხრიდან. რადგან შორის ინდურ მედიასთან საუბრისას აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა ამას გაავლო ხაზით. გამოკვეთილად ისაუბრა რუსულენოვან მოსახლეობაზე. მუდმივად საუბრობენ მაგას, იმიტომ რომ საერთო ჯამში ახლა ესეა რუსულენოვანი მოსახლეობა და რასაც ასევე დაკავშირებულია მართლმადიდებლური ეკლესია მოსკოვის საპატრიარქო, რომელიც კანონიკური ეკლესიაა, ხო? ეს თითქმის რა ერთი იდენტური საკითხებია ერთმანეთთან კავშირში. და ახლა მესამე ფაქტორი, რასაც ითხოვენ, ეს არის არმიის შემცირება. დღეს არმიას, როგორც ამბობენ, უკრაინაში არის დაახლოებით 880,000 ადამიანი. უნდა შემცირდეს ამისი. ნუ ომამდე, სანამ დაიწყებოდა ომი, იყო 225,000, 240,000. ზოგი ციფრი 250-საც ასახელებს, მაგრამ რეალურად 225,000. რუსეთი ამბობს, რომ ახლა შემცირდეს, საერთოდ 60,000-იან ჯარს, 80,000-იან ჯარს ითხოვდა სულ პირველ ვარიანტში, მაგრამ 250,000 ალბათ მშვიდობიანი დროისთვის მისაღებია თავის დაცვის საშუალება ქვეყანას ასეთ პირობებში ექნება, მაგრამ აი ევროპას აინტერესებს, რომ უკრაინას დიდი ჯარი ყავდეს. რატომ? იმიტომ რომ უკრაინული ჯარის 800,000-იანი ჯარი უნდა ყავდეს. ახლობით ესეთი ციფრი ჟღერდება. რატომ? იმიტომ რომ ევროპას გაცილებით უფრო იაფი დაუждდება უკრაინული 800,000-იანი არმიის შენახა, ვიდრე თავისი 500,000-ის. თავის ინტერესებიდან გამომდინარე ცდილობს ხო, რა თქმა უნდა, ანუ ევროპას უნდა ისე ჯერთვის საერთოდ არ უნდა რომ დასავლეთ ევროპას საერთოდ შეწყვილ ცეცხლი უნდათ რომ გაგრძელდეს ეს ომი და მეორე თუ შეწყდება დაუშვათ ცეცხლდროებით მაინც, ხო? ისე მოაგვარონ, რომ უკრაინა კვლავ იყოს საშუალება, რომ უკრაინა გამოიყენონ კიდევ ერთხელ რუსეთის წინააღმდეგ, აი ესე ტარანის. შორის ამაზე მეტყოლებს შპიგელის მიერ გავრცელებული ეს ჩანაწერები, ხო, სამეულის, მაკრონი, დიდი ბრიტანეთი, გერმანიის კანცლერი და ნატოს გენერალური მდივარი. იქ ძირითადი საუბარი რა არის, რომ ომის გაგრძელებას უჭერენ მხარს და პლუს საუბრობენ იმას, რომ ზელენსკი უნდა დაიცვა. უნდა გავითვალისწინოთ ასევე, რომ ამერიკაში ხა საკუთრივ ტრამპი მართალია სურს ომის დასრულება, რაც შეიძლება მალე, იმიტომ თავის მიზეზები აქვს, მაგრამ ამერიკაში დიდია ის წრე, ვინც ასევე გაგრძელებას უჭერს ხოლმე სამხედრო სამრეწველო კომპლექსისთვის, ეს ფულის შოვნის წყაროა, როგორც ბიზნესი ისე უყურებენ, ეხლა იმ ათქოს სამშობლოა აქ
რომელი ქალაქების ხელში ფულს აკეთებენ. მაგრამ ამავე დროს არის ეს ნეოკონსერვატორების მიმართულება, რომლის იდეა ფიქსია რაღაც რუსეთის დამარცხება, დაშლა, დაკუცმაცება და ასე შემდეგ. ამიტომ შევხედოთ ახლა ის რაც გამოაქვეყნა შპიგელმა. შპიგელი შემჩნეულია ამერიკის ზოგიერთ სამსახურთან თანამშრომლობაში და სწორედ ამიტომაც გამოაქვეყნა. ნუ ეს აშკარაა კონფლიქტი, ხო, დასავლეთ ევროპის ლიდერებსა და დასავლეთ ევროპელებსა და შეერთებულ შტატებს შორის, ტრამპის ადმინისტრაციას შორის. ნუ იქ ფრაზები რაც დაიწერა თუ ეს შეესაბამება სიმართლეს, ეს ცალსახად მიუთითებს ღრმა კონფლიქტზე, უნდობლობის აბსოლუტურად განულებაზე კი არა, უნდობლობის უმაღლეს ხარისხზე. და ერთ-ერთი მერცი ამბობს კიდევ ეხლა უნდა დავიცვათ ეს ზელენსკი რომ რამე არ მოსწიონო, ანუ ლიკვიდაციაზე საუბარი. არც ერთი მხარე არ უარყოფს ამას ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ჩვენ ოფიციალური განცხადება არ გვინახია რომ ეს ინფორმაცია ეს ჯანმრთელები არასწორი. ხო, მაგრამ ამავე დროს ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ ტრამპი მაგალითად საკუთარ სტრუქტურებსაც არ ემდობა. რატომ? იმიტომ რომ ამ ომის სამშვიდობო მოლაპარაკებებში სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები არ მონაწილეობენ პირველ როლებში. რუბიოც კი სახელმწიფო დეპარტამენტში. გამოთიშა რუბიოც კი ამ შეხვედრიდან. მე ვფიქრობ რომ არ ენდობა, იმიტომ რომ რუბიო ყოველ ისტაბლიშმენტის წარმომადგენელია, კლასიკური ნეოკონსერვატორი არ არის, მაგრამ ის ყოველთვის თამაშობდა ნეოკონებთან, deep state-თან. მე არ მგონია რომ რუბიო რომელიმე ბანაკის წევრი იყოს, მაგრამ თანამშრომლობდა ისტაბლიშმენტის და deep state-ის სტრუქტურებთან. მუდმივად, მაგრამ ნუ რუბიოს არ აქვს ცუდი რეპუტაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლათინოსია, უბელი წარმოშობით. კასტროს რევოლუციის შემდეგ მისი ოჯახი გადმოვიდა ამერიკაში საცხოვრებლად ფლორიდაში, ამის გამო აქ ანტირუსული და ანტიკომუნისტური განწყობები ოჯახიდან, ახლა კასტრო კომუნისტია, რომელიც საბჭოთა კავშირმა გააძლიერა და მისი ოჯახი კუბაში ვერ დაბრუნდა, ხო, ამის გამო. შესაბამისად რუბიოსაც ეს სენტიმენტები აქვს და ეს ბუნებრივიც არის. და ახლა ვინ სტავალა ტრამპმა მოლაპარაკებების წაყვანა საკუთარ სიძეს, რომელსაც არანაირი პოსტი არ აქვს, უბრალოდ ბიზნესმენია და კუშნას ბოდიში კუიტკოფს, რომელიც ასევე მისი მეგობარია და არც ერთი დიპლომატი არ არის. ნუ ახლა უკვე შეიძლება დავარქვათ რომ დიპლომატია განსაკუთრებით ჯარედ კუშნერს, იმიტომ რომ მაგალითად აბრაამის შეთანხმებები ისრაელის და არაბული ქვეყნების შორის მისი ავტორობით არის და ის უჯერ კიდევ პირველი ვადის დროს ტრამპის ის მონაწილეობდა მსგავს მოლაპარაკებებში, ამიტომ უკვე სერიოზული გამოცდილება აქვს ჯარედ კუშნერს სიძეს ივანკას მეუღლეს და ახლა ვიტკოფი ბიზნესში არის რამდენიც სხვადასხვის ეს მიუთითებს იმაზეც რომ ვლადიმერ პუტინმა დღეს გააკეთა განცხადება რომ ამერიკული მხარე ამერიკის შეერთებული შტატები დაინტერესებულია რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის აღდგენით, სურთო რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის აღდგენა. და ამის ფონზე ირაკლი სამ განცხადებას აკეთებს რუსეთის პირველი პირი და ეს განცხადება მან ინდოეთში გააკეთა. პარალელურად ის ამბობს აკეთებს განცხადებას ამ ქვეყნში ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება იყო, რომ ჩვენ კი ბატონო გინდათ ომი, ჩვენ მზად ვართ ამ ომისთვის და დღესვე ვართ კლასიკური ომისთვის მზად. ამ დროს ხედავთ ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის როგორი დაპირისპირება და შპიგელის განცხადებაც ხა ინფორმაციაც როგორც თქვენ ბრძანეთ შემთხვევითი არ არის ნამდვილად და ესე ჩაუვარდათ ხელში და გაავრცელეს ასეთი მარტივი არ არის ამ შპიგელის განცხადება. როგორ ფიქრობთ ირაკლი, რამდენად შესაძლებელია, სად შეიძლება ეს გადარეული მსოფლიო გაჩერდეს? რას ნიშნავდა პუტინის ეს განცხადება, რომ ამერიკას სურს მასთან ეკონომიკური ურთიერთობა და მანამდე განცხადება, რომ ევროპასთან ომი თუნდაც კი. ომი როგორი სახის ომი? ანუ მან ძალიან ხისტად თქვა ეს, ხო? ეს არ იქნება კლასიკური, ეს იქნება ძალიან რთული მძიმე ომი. ანუ ეს არ არის ის ომი არ იქნება, რაც უკრაინაში აწარმოებს. ნუ რაც თქვა პუტინმა ევროპასთან ომის შესაძლებლობაზე უფრო დეტალურად და უფრო მკაფიოდ გამოხატა მედვედევმა. დმიტრი მედვედევმა დაწერა პოსტი, რაზე რომ თუ ჩვენ ფულს ჩაიჯიბავენ, რომელიც ბელგიაში არის განთავსებული და ევროპაში ზოგადად.
ამ შემთხვევაში ისე მოხდება, რომ შესაძლოა ვერც ვერავის ვეღარ მოუთხოვოთო, ეს კაზუსბელიაო, ანუ მისაბაბიო და ამ შემთხვევაში შეიძლება ისე დადგეს სიტუაცია, რომ ვერც ვერავის ვერ მოთხოვოთ პასუხის მოსაპყრობლიც არავინ არ დარჩესო. ნუ ეს რას ნიშნავს ეს ძალსახად ნიშნავს ბირთვულ ომს. რუსეთი მართლა არ დაუწყებს ეს ხა აი პუტინმა რა კონტექსტში თქვა ეს ჩვენო ქირურგიული წესებით მოქმედებთო, ანუ ფაქიზად მოქმედებთო უკრაინაში, მაგრამ აი ევროპაში ეგრე არ ნამდვილობს ვაჩვენებთო. ხო და მე ჯერ ამის, იმიტომ რომ ევროპის მიმართ, ევროპელი ხალხების მიმართ ხა ესეთი პიეტეტი და სენტიმენტები ნამდვილად არ აქვს რუსეთს. და რუსეთის ხელისუფლებას. შესაბამისად, თანაც ნატოს ხა ევროპის საბრძოლო თეატრზე, პოტენციურ საბრძოლო თეატრზე ნატოს კუმულატიური შეიარაღება და სიმძლავრე გაცილებით მეტია ვიდრე რუსეთის. განსაკუთრებით ავიაციაში. მაგრამ ხა რუსეთი არც მე მგონი არც აპირებს რომ კონვენციური ომი აწარმოოს ახლა მთელს სუბკონტინენტთან, ხო, ევროპის სახით, სადაც შესაძლოა ამერიკული ძალებიც იყოს ჩართული. რაც ტრამპის პირობებში ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ მაინც, ნუ ეს სალსახად ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების გადაწყვეტილებას მიიღებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ევროპა აღარ იარსებებს და რუსეთი მიიღებს სერიოზულ გამოუსწორებელ ზიანს, მაგრამ იარსებებს. ბირთვული იარაღი რამდენიმე ასეული არის ევროპაში, საფრანგეთს და დიდ ბრიტანეთს აქვს, თუმცა დიდი ბრიტანეთის ბირთვული იარაღს როგორც მე ანალიტიკიდან მოვიკითხებ, ამერიკელები აკონტროლებენ მის გაშვება არ გაშვებას. ბირთვული იარაღი ასევე არის გერმანიის ტერიტორიაზე, მაგრამ ის ამერიკული ბირთვული იარაღია და მნიშვნელობა ექნება ამერიკა ჩაერთვება თუ არა. ალბათ არ ჩაერთვება, იმიტომ რომ ამერიკას არ აწყობს არაფერში გამწვავება უკიდურესობამდე, იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში შეერთებული შტატები მოგებული გამოდის ამ მთელი კონფლიქტიდან, რაც მათი ეკონომიკა იზრდება, სიმდიდრეები იზრდება, დოლარს დიდად ვერაფერი ვერ უყვეს, როგორც იყო 54-55% დოლარის გამოყენება სოფლიოს სავაჭრო ვაჭრობაში, ისე დაახლოებით მაგ მოცულობით არის ისევ ცოტა მოაკლდა, მაგრამ ნუ მნიშვნელოვნად არა და აი ევროს მოაკლდა სხვათაშორის. და რატო არიან ახლა ევროპელები გამწარებული, იმიტომ რომ მათთვის კარგი ვარიანტები აღარ არსებობს. და ეძებენ რომ რაღაცა ჩამოიშალოს რუსეთი, ელოდებიან რას, მაგრამ ნუ წააგეს და არ უნდათ წაგებასთან შეგუება. ახლა წაგება რას ნიშნავს? მარტო ის კი არა, ხო დავმარცხლე აღიარა ხელი ჩამოართვეს. ესე არ იქნება. წაგებული გადაიხდეს. ძალიან სერიოზულად, რა თქმა უნდა. და ნუ წაგებულს ისეთ პირობებს აკიდებენ, აქეთ ამერიკა, აქეთ რუსეთი, რომ ჩემტერს და მოკლედ ევროპას კარგი პერსპექტივა ნამდვილად არ აქვს. მილევად რეჟიმშია მათი ეს კეთილდღეობა, რომელიც დიდწილად სხვა ერების კოლონიალური ძარცვის შედეგად არის აკუმულირებული. უსამართლო ვაჭრობა საუკუნეების, სავახშო კაპიტალი, კოლონიალური ძარცვა და ნუ რაღაცა თვითონაც გააკეთეს ახლა ეკონომიკის კუთხით ვამბობ, ხო? იმიტომ რომ საერთოდ ჯამში ახლა კულტურა ჩვენ რომელიც მოგწონს ევროპის კულტურა, ხო? კულტურა სად იქნება? სადაც არის რაღაცა ეკონომიკური კეთილდღეობა, აი იქ იქნება კულტურა, ხო? მერე ხდება დეგრადაცია, მერე ისევ და ეს ციკლი მუდმივად აი ჩვენი კულტურის პიკი როდის არის, ხო? ეს რუსთაველი დავითის ეპოქიდან რო იწყება, აი თამარის ეპოქაზე, ანუ როდესაც ყველაზე მდიდარი იყო ქვეყანა. შექმნეს ეს კულტურა, რომელიც ჩვენ მოგწონს, მაგრამ ეხლა ევროპას აქვს დეკადენსი, მენტალური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, მესამე წელია გერმანიის ეკონომიკა რეცესიაშია, საფრანგეთში რეცესია ეხლა იწყება. 3 წელი დააგვიანა საფრანგეთმა, იმიტომ რომ საკუთარი ატომური ელექტროენერგია აქვს და ამან ცოტა ხანი გაუწელა ეს რეცესიის დაწყება. და ვინიგრეტია ახლა 27 ქვეყანაა ევროკავშირში, ხო?
ნუ აჯაბსანდალი დავარქვა. კარგით ხარ. აჯაბსანდალი, იმიტომ რომ ზოგი ალთასაა, ზოგი ბალთას. აი ესე იმაზე ვერ თანხმდებიან გაძარცვონ თუ არა რუსეთი მაგალითად. ხო, რომელსაც 100 მილიარდზე მეტი აქვს ბელგიის ევროკლერში განთავსებული. ნუ ბელგიელები იძახიან რომ ეხლა ვინმეს თუ გონია რომ 100 მილიარდზე მეტს ვიღაცას წავართვენ და ამაზე პასუხს არ მოგთხოვენ. ხო, ძალიან ცდებიან. ძალიან ჭკვიანურ განცხადებას აკეთებ, თხილად არის ბელგიის შორის. ბელგია მიცის რომ აუცილებლად მოთხოვენ, ხო. თანაც ევროპაც ხო არ არის ჰომოგენური, ანუ ერთიანი, სხვადასხვა მიმართულებები არის ეს ბრიტანული კლასი. ბრიტანულ კლასში მე შემოყავს ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები, სკანდინავია, ფინეთი, ბალტიისპირეთი, პოლონეთი და სხვა მონარქიები კიდე ჰოლანდია, ბელგია, დანია. ეს არის ბრიტანული კლასტერი. არის კონტინენტური ევროპა და მათი ასე ვთქვათ სატელიტები, ეს არის საფრანგეთი, შვეიცარია შეგვიძლია და ნაწილობრივ ბელგიაც ფრანგულენოვანი. ავსტრო-უნგრეთის ბირთვი, ხო, იტალია ცალკე, გერმანია, ესპანეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, ნუ ძალიან არეული და სხვადასხვა ვექტორების მქონე. შეკმაზული კარგი სუნელის გარეშე მოდი შესაძლებელი არ არის. 90-იანი წლებიდან აღმავლობა როცა ჰქონდათ, ნუ კარგად სიმპათიურად გამოიყურებოდა ევროკავშირი, იმიტომ რომ მუდმივ ვიზრდა ჰქონდათ. ვის ხარჯზე ჰქონდათ ეს და საბჭოთა კავშირის დაანგრევის ხარჯზე ჰქონდათ, ხო? ჩვენი რესურსების ხარჯზე. ახლა ჩვენგან დაახლოებით ჩემი დათვლებით დაახლოებით 200-დან 300 მილიარდამდე ნაძარცვი წაიღეს ევროპელებმა დამოუკიდებლობის პირობებში, ახლა რუსეთიდან ტრილიონზე მეტი უეჭვენ. უკრაინიდანაც ხო, იმიტომ რომ როგორ არის ოლიგარქებს და დიდარ ხალხს ეუბნებიან რომ კი ბატონო ფული იშოვე, მაგრამ განათავსე ჩვენთან. ჩვენთან იყიდე, აი ლონდონი იყო გადაქცეული მილიარდერების და მილიონერების ცენტრად და პრესტიჟული იყო, იქ უნდა გაიყიდა ეს სახლი რაღაც 15-20 მილიონ დოლარად, იქაური ბანკებში ესე იგი უზარმაზარი პროცენტები უნდა გეხადა მომსახურების და ასე შემდეგ და ეხლა ესეც აღარ არის მილიონერები გარბიან ლონდონიდან, იმიტომ რომ იმიგრაციით დეგრადაცია მოხდა სერიოზული. ხელოვნური იმიგრაციით. დავაკვირდეთ ირაკლი რა მოხდება. ჩვენი საბოლოო მიზანი უნდა იყოს ის, რომ ეს ნაძარცვი, რაც ჩვენგან გაზიდეს, დავიბრუნოთ უკან. დავიბრუნოთ უკან, კი. აი როგორ დავიბრუნოთ ირაკლი უკან და გადავიდეთ შემდეგ საქართველოს უკან ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. კი ბატონო, როგორ შევძლებთ ჩვენ ამის დაბრუნებას ნაძარცვი? ხელკეტიანი ამბალი გვჭირდება მაგისთვის. აი ერთ რომელიმე სახელმწიფო, რომელიც უნტმაგარია, ხელკეტი აქვს, ისეთი რომ ჩაარტყამს თავში, თვითონ მოუნდებათ დაბრუნება. აი 1945 წელს როგორ მოხდა? უვიზოთ როცა შევედეთ ევროპაში. იგივე ხო? ახლა საქართველოს ოჯახებში ყოველ მე-4 ოჯახში დგას გერმანული როიალი, რაღაცა ანტიკვარული ბუფეტი, საიდან ეს ყველაფერი? წამოვიხეთ. უვიზოთ როცა ვიყავით ევროპაში 45 წელს. და ხან ასე მიდის, ხან ისე მოდის, ხო? და მოდის ის პერიოდი, როდესაც ჩვენგან წასული სიმდიდრე ისევ უნდა ჯობია რომ რა თქმა უნდა მშვიდობიანი გზით გავაკეთო და ესეც შეიძლება. აი მშვიდობიანი გზით როგორ წარმოგიდგენიათ მაგალითად გერმანული როიალის დაბრუნება ჩამოტანა საქართველოში. რასაც უარს ნამდვილად არ ვიტყოდ. ისეთ რაღაცაში უნდა გაუცვალო, რაც მათ ჭირდებათ. ანუ რაღაც უნდა შექმნას შენც ისეთი, ხო? ევროპაში ტექნოლოგიებში შექმნა ამის საშუალებას რო არ გაძლევენ. განაჩნია ხა უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ახალი რეალობა იქნება. საერთოდ ევრაზიის კონტინენტზე მინიმუმ და მთელ მსოფლიოშიც. აი შრომის დანაწილება გადაიხედება. ანუ ფუნქციები ქვეყნების ვინ რას აკეთებს, ვინ რა ამბავშია და ამ სიტუაციაში ჩვენ ახლა ნახეთ რას ეს ხელისუფლება რას აკეთებს. ესე იგი სტადიონის მშენებლობა გადადეს, რომელსაც 800 მილიონი უნდა და ძალიან სწორი გადაწყვეტა. რაღაცა კიდე მოინტერესებს, მოკლედ გამოანთავისუფლეს ფული, რომ განათლების რეფორმა დაიწყეს. განათლების რეფორმას აუცილებლად მოყვება მეცნიერების განვითარება,
ადამიანური კაპიტალის ხარისხის გაზრდა და საბოლოო ჯამში ეს ნიშნავს შრომის ნაყოფიერების გაზრდას. ესე იგი, განათლება ყველაზე მეტად ზრდის ეკონომიკას, განათლება, იმიტომ რომ განათლებული ადამიანი უფრო ჩვენურად მუშაობს და უფრო მეტს აკეთებს, უფრო ხარისხიან აკეთებს. თუ ეს ჩვენ გამოგვივიდა საქართველოს განათლების ხარისხის დრამატული ზრდა, ეგ აუცილებლად მოიტანს მეცნიერულ პროგრესს, მეცნიერული პროგრესი მოიტანს აუცილებლად გამოყენებითი მეცნიერების და მიგნებებს და კვლევებს, კვლევები კიდევ მისი კომერციალიზაცია უკვე ტექნიკის საქმეა. მაგრამ რამდენად გამოვა ეს განათლების რეფორმა, როგორ ფიქრობთ, ირაკლი, თქვენ, როცა ხელისუფლება ამას ანონსებს, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ბოლონიის პროცესი გვაქვს, საიდანაც ჩვენ არ გამოვდივართ. ნუ, ტაქტიკა არის აღებული. ეს კითხვა, როგორ არის ეს ერთმანეთთან თავსებადი? ტაქტიკა არის აღებული შემდეგი, რომ ბოლონიის პროცესი დაუშვათ არ გამოვიდეთ ფორმალურად, მაგრამ რეალურად გავაკეთოთ ხარისხიანი განათლების სისტემა. მე როცა ვკითხე მცოდნეებს, თუ არის ეს შესაძლებელი, ორი რაღაცა შევთავსოთ. მითხრეს რომ არის, ხო, არის შესაძლებელი. გარკვეულწილად ზოგ რაღაცებში მანევრირება გიწევს, იქ რაღაცა ფორმალურად რაღაცების შესრულება, მაგრამ რეალურად მთელი სიმძიმის გადმოტანა რეალურ შედეგებზე ორიენტირებული რო იყო, ეს დროის შემცირებაც არ არის პრობლემა, ხანგრძლივობას სწავლის განსაზღვრავს ნებისმიერი წევრი ბოლონიის სისტემის. მოკლედ განათლების რეფორმა და ხარისხიანი განათლება ჩვენ თუ შევძელით, უკვე 2-3 წელში მოგცემს სერიოზულ შედეგებს და მულტიპლიკატორი განათლების 8-მდეც კი არის. 2-დან 8-მდე, ახლა მულტიპლიკატორი ნიშნავს დაუშვათ რაღაც პირობითად ერთი ლარი ჩადებული ინვესტიცია, როდესაც განათლებული ადამიანური რესურსი ყავს. შეიძლება წლის განმავლობაში 8-ჯერ გაიზარდოს, ეს მაქსიმუმი. მაგრამ საშუალო ავიღოთ 3-4. ხო? ანუ მულტიპლიკატორი 4 განათლებული ხალხის გამო ეს სერიოზული ამბავია, რაც დააჩქარებს საქართველოში ეკონომიკურ ზრდას, კეთილდღეობას და საბოლოო ჯამში განათლებულ ადამიანი ხო მეწყებულობს ხელფასს. მე კვლევა ვნახე საქართველოში განათლებული ადამიანს დაახლოებით 500-600 ლარით მეტი აქვს საშუალოდ ხელფასი თვეში. განათლებული ადამიანი თუ მეწყებულობს ხელფასს, რა თქმა უნდა, სოციალური ანარიცხი ამ ხელფასიდან ასევე მეტია, ხო? რაც ნიშნავს იმას, რომ მეტი პენსიის გადახდა შეგიძლია, ან მეტი სოციალური დახმარებების. მოკლედ ეს ერთმანეთთანაა ყველაფერი დაკავშირებული. ირაკლი, ყველაზე ესეთი საკითხი, რომელზეც ახლა ჩვენ უნდა ვისაუბროთ, ეს არის BBC-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ქიმიური იარაღის გამოყენება საქართველოს ბრალდება. პარლამენტის ტრიბუნიდან გახარიეს პარტიის წარმომადგენლები ითხოვენ საგამოძიებო კომისიის შექმნას. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ამაზე პასუხი უნდა ააგოს და კობახიძეს მოუწევს ამაზე პასუხისგება. ასეთია ოპოზიციის შეფასება. არის სამედიცინო ჯგუფი, რომელიც ამბობს, რომ ეს არანაირ მორალური კვლევა არ არის და არ იქვემდებარება არანაირ რეგულაციებს, რა კვლევაშიც მიიღეს მონაწილეობა ექიმებმა, ცნობილმა ექიმებმა, ჩახნაშვილმა, ცნობილმა, მე ვგულისხმობ სააკაშვილთან დაახლოებული ოჯახთან დაახლოებული ექიმები არიან ესენი, მამაშვილი, ჩახნაშვილები. რეალურად ირაკლი, როგორ ფიქრობთ თქვენ, რატომ იყო საქართველოსთან დაკავშირებით ეს ბრალდება, რა დგას ამის უკან? ამ ქიმიური ნივთიერების გამოყენების პრეცედენტები, ამ განცხადებას შემდეგ რა პრეცედენტები მოყვა, რა ქმედებები მოყვა, ამის პრეცედენტები არსებობს მსოფლიოს არანაირ ქვეყანაში და სულ ახლოსი არის მაგალითად ერაყის ომი. მახსოვს სადამ ჰუსეინის, როდესაც გამოუტანეს განაჩენის, ამბობდა, რომ მას არ ქონდას ქიმიური იარაღი და ცდებოდნენ მოსამართლეები, როდესაც არის განაჩენი გამოუტანეს. შემდეგ კი უარყო ეს კოლინ პაუელმა, რომ შეგვეშალა არანაირი ქიმიური იარაღი არ ყოფილა, მაგრამ ჩვენ ვნახეთ რა დამანგრეველი შედეგი მოყვა ამას. რა არის, რა დგას ამის უკან? ის რომ BBC-მ თქვა აპრიორი მართალია? BBC არის
დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ანუ პრინციპში სახელმწიფო ორგანო. დიახ. პროპაგანდის საშუალება. ჩვენ საქმე გვაქვს პროპაგანდისტულ ომთან საქართველოს წინააღმდეგ. გამომდინარე იქიდან, რომ არ დაემორჩილა დასავლეთის დიქტატს. არ ჩაერთო ომში, არ დაუწესა რუსეთს სანქციები და არ დაიღუპა თავი და საერთოდ გამოვიდა გარემართვით. ჩვენ ხო გარემართვაზე ვიყავით კოლონიალური სახელმწიფო გარემართვაზე და ბოლო 2 წელია 3 წელი საქართველოს ამხელა სუვერენიტეტი არასდროს არ ქონია, რაც დამოუკიდებლები ვართ. ჩვენთან საკადრო გადაწყვეტილებები, პოლიტიკის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღებოდა სხვადასხვა სახელმწიფოს ჩარევით და დიქტატით. დღეს კიდევ საკადრო გადაწყვეტილებებზე გავლენას ვერ ახდენს. მართლა ამდენი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, რაც ახლა ამ ხელისუფლებას აქვს, არ ქონია. ვერავინ ვეღარ ერევა. მე მინდა რომ ეს შენარჩუნდეს. შესაბამისად, ასეთ სადაზვერვო ხასიათის პროპაგანდას, რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა ავუყვეთ. ასევე უნდა ვინც აყვება, ის უნდა გამოვარკვიოთ და ვიცოდეთ, ვინ ასხამს ვინ მეიღო დაფხელფასი აი ამ კვლევის ხო, გარეგზალების ცეცხლზე ვინ ასხამს წყალს, ანუ საქართველოს არაკეთილ მოსულნე მეხუთე კოლონა ვინ არის შიგნით, აგენტურა. და რაც შეეხება ახლა მე რაც მოვიძიე, ახლა მე არ ვარ ქიმიკოსი, არ ვარ სპეციალისტი, მაგრამ საუბარი თვითონ BBC-ს საუბარი აქვს ესე იგი ბრომობენზილ ციანიდს. ბრომობენზილ ციანიდი ესეთი ნივთიერება. მაგრამ კლასიფიკაცია არის UN 39 თუ რაღაცა ესეთი, რომლის ქვეშ რამდენიმე ათეული სხვადასხვა ნივთიერება, ზოგი აკრძალული არ არის, ზოგი აკრძალულია, ზოგი ტოქსიკური არ არის, ზოგი იქ ვერ გაარკვევს. ძალიან ბევრი ნივთიერება ქიმიური შედის ამ კოდის კლასიფიკაციაში, ხო? თუ სწორად მახსოვს UN 39 არის კლასიფიკაცია. შეიძლება მეშლებოდეს, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი. და თვითონ BBC, ანუ ბრიტანული დაზვერვა საუბრობს ბრომობენზილ ციანიდს. ხო, თითქოს ეს გაზი იყო კონკრეტულად ეს ნივთიერება გამოყენებული წყლის ჭავლის მანქანებში გაურიეს და შეასხეს ხალხს და ლამის ესე იგი ინტოქსიკაცია მიიღეს და თუთიყურს ბუმბული ცვივა, ხო. რაღაცემ წავიკითხე ხმა მე ინტერესიანი კაცი ვარ რაღაცას რომ მოვისმენ ამოწმებ რამის 3 და მეტი სხვადასხვა წყაროდან და აღმოჩნდა რომ ეს ბრომობენზილ ციანიდი წყალში არ იხსნება. აბა ესე იგი წყალში რომ გახსნა არის შეგიძლია მანიპულა არც გათბობით არც ტემპერატურის დაგდებით მომატებით არ იხსნება და თეორიულად შეგიძლია გახსნა ოღონდ როგორ უნდა გახსნა აცეტონში ან მეთანოლში. ანუ სპირტში რა, აცეტონიც ხო ახლა ისე. ხო და შემდეგ ჩაასხა ეს წყალში. მაგრამ მაინც არ იხსნება ბოლომდე. ანუ ეს აცეტონი ხო ორთქლდება, ახლა მეთანოლიც ორთქლდება და ის მაინც რჩება. მოკლედ ეს სრული დეგრადაცია პროფესიონალიზმის რა. ვინც სადაზვერვო პროპაგანდა დაგეგმა. ანუ დაასახელეს ის ნივთიერება, რომელიც წყალში არ იხსნება. ანუ როგორ უნდა გაიხსნა ახლა ჩვენს პოლიცია წყალში თუ არ იხსნება. ნუ მე ეს ამოვიკითხე ახლა. რისთვის დასჭირდათ მაშინ ირაკლი? აი ეს ყურს ესმის ძალიან რთულად ეს რო და ეს ქიმიური იარაღის საკუთარი მოსახი. ეს საქართველოსზეა გათვლილი, თუ ეს არის დაუშვათ იმ რა ჯგუფზეა ეს გათვლილი, მოხმარება ვინ უნდა გამოიყენოს ეს დასავლეთიდან ხედავთ რა განცხადებები ეს არის ეწოლა და შანტაჟი და დასჯის მცდელობა საქართველოს ხელისუფლების რო აი დამნაშავეები რაღაცა ქიმიური იარაღი და ეს ამის ვერაფერს ვერ დაამტკიცებენ ეგენი საქართველოს ხელისუფლება კი დაამტკიცებს რომ მსგავსი არაფერი არ ყოფილა. მოკლედ მაგრამ იცით რა არის პასუხი ახლა იმიჯის დაზიანება მართლა მივიღეთ, ხო? და ამიტომ ხელისუფლებამ იურიდიული გზა უნდა აერჩიოს და უჩივლოს სადაც საჭიროა საერთაშორისო სასამართლოში, ჩვენ სასამართლოში და პირდაპირ BBC-ს უნდა მოთხოვოს ბოდიშის მოხდა, ფულადი კომპენსაცია მეყენებული ზიანისთვის.
რომ მომავალში სხვას არ გაუჩნდეს იგივე. ანუ ამას ბოლომდე უნდა მიყვნენ ესე მისატოვებელი საქმე არა და მე მგონი ასეც აპირებენ. ეხლა გამოძიება მიმდინარეობს, უსაფრთხოების სამსახური იძიებს ტურისტები და დადებენ დასკვნას რა იყო, როგორ იყო, მაგრამ მე სერიოზულად არ უყურებ იმის ალბათობას, რომ მართლა გამოიყენეს ეს ბრომო ბენზილციანიდი. მაგრამ აი აქ გამოითქვა სხვათა შორის გუშინ შოთა გლურჯიძემ გააკეთა ეს განცხადება და განავითარა ვერსია, რომ ეს არის იმ სახის ბრალდება, რომელსაც შეიძლება მოყვეს პოლიტიკური ნაბიჯები და მან გაიხსენა მუქარა, რომელიც განხორციელდა პრემიერ-მინისტრის სატელეფონზე, როდესაც მას დაურეკა ევროკომისარმა და შეახსენა ბევრი რამ დეტალები და უთხრა, რომ თუ ჭკუით არ იქნება, გაიზიარებს ფიცოს ბეწს. როგორ ფიქრობთ, ქიმიური იარაღი, როდესაც იყო ეს სიტყვა გამოყენებული, შესაძლებელია თუ არა ამას მოყვეს სხვა ნაბიჯები და მე ვგულისხმობ პოლიტიკურ მკვლელობებს. რამდენად არის ამაზე გათვლა? ეს ხომ არ არის განცხადება განცხადებისთვის. ნახეთ, ეხლა გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ მოიწამნენ, აი თურმე სახში მივიდა ქურთუკი სულ დასველებული ქონდა და მეუღლემ ქურთუკი გახადა და ხელები დაეწვა ამ მეუღლეს, ვიღაცას მეტროში გახდა ცუდად, ვიღაცას ძაღლი პატრონს არ კოცნი და თურმე იმის თუთი მოკლედ გამოყავთ ახლა ადამიანები რომლებიც ამას საუბრობენ, მაგრამ იგივე მაგალითად ინტერნეტში ძალიან მარტივად არის ეს მოსაძე აღმოაჩენ, რომ ამ ნივთიერებით მოწამულის შედეგად ის სიმპტომები, რომელსაც ეს ალბათ ადამიანები საუბრობენ, აბსოლუტურად არ არის, უფრო მძიმე შედეგებზეა. ნახეთ, თამთა, ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ფსონები აწიეს ჩვენმა დაუძინებელმა მეგობრებმა. ფსონები აიწია, ამიტომ შოთა რასაც საუბრობს, შესაძლოა ამ სცენართან მქონდეს საქმე, იმიტომ რომ ჩვენ ვხვდებით ახლა რომ ომის პროექციაში, უკრაინის ომის პროექციაში დასავლეთ ევროპას, დიდ ბრიტანეთს ცუცვანგია კაისლები აღარ დარჩა, მათთვის ახლა რაღაცა უნდა მოასწრონ ეგება რუსეთს კიდე სადმე პრობლემა შეუქმნან. მათ შორის საქართველოს კავკასიის მეშვეობით, მათ შორის არა მარტო სამხრეთ კავკასიის, არამედ ჩრდილოეთ კავკასიის მეშვეობით, საბოლოო ჯამში საქართველოს თვითჭირდებათ. ეს არის ჩრდილოეთ კავკასიაში გასასვლელი. სადაც არის გარკვეული ჯგუფები და იყო ტრადიციულად, რომელიც რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ გამოვლენ მათ შორის შეერაღებული გზით. ორი ომი იყო ბოლო 30 წლის განმავლობაში, 25 წლის განმავლობაში. ახლა ამ უმწავლო ნივთიერებას რაც შეეხება, საქართველოს ტოქსიკოლოგები გამოვიდნენ, ტოქსიკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი გამოვიდა, მე წავიკითხე მისი განცხადება და თქვა, რომ იმ დღეებში შარშან, ანუ საერთოდ არავის არ მოუმართავს მოწამვლის, ასე ვთქვათ, ჩივილებით. შესაბამისად, ახლა თუ ეს მძიმე ბრომო ბენზილციანიდი იქნა გამოყენებული, ეს გულისხმობს იმას, რომ აუცილებლად უნდა მიემართა ვიღაცას, ხო, თუ მოიწამლე, ბებიასთან უნდა მიხვდე ექიმთან, ტოქსიკოლოგთან. არც ერთი მიმართვა არ ყოფილა. ეს ამტკიცებს ეს ფაქტიურად მტკიცებულება უკვე იმას, რომ არანაირი სერიოზული გავლენა არ ხდებოდა და თვითონ ეს ბრომო ბენზილციანიდი გამოიყენებოდა სხვადასხვა ქვეყნებში. და რამდენიმე საათში სიმპტომები გადიოდა, ეს მე სამოვიკითხე. შემდეგ აკრძალულიც არ არის პრინციპში, აკრძალულ ჩამონათვალში არ არის კონვენციის, თუმცა ექსპერტთა დაუშვათ საბჭორო ჩატარდესო, გეტყვიან, რომ ესე იგი აჯანყებების და უწესრიგობების დასაშოშმინებლად ეს არ არის რეკომენდირებული, უფრო რბილი მოქმედების გაზებია, ახლობით ესეთი იქნებაო, ვერდიქტიო რა, სპეციალისტების. კი ბატონო, მაგრამ თუ ეს ჩვენი ხელისუფლება ამბობს, რომ ეს არ იყო გამოქვეყნებული და არც მიმართვიანობა არ იყო ხო ექიმების დადასტურება. ეხლა რაც შეეხება კიდევ უფრო გამწვავება სიტუაციის, რა თქმა უნდა ეს შეუძლიათ, უდაოდ შეუძლიათ, მოთაშორის ის რომ ელისაშვილმა აირჩია სახელმწიფოს დაცვის ქვეშ ყოფნა და 15 წლით ეს ნიშნავს, რომ სავარაუდოდ მას ალბათ თხოვდნენ ისეთი რამის ჩადენას, რომ მან არჩია სახელმწიფოს დაცვის ქვეშ 15 წლით ყოფნა.
შანტაჟის ხელში ხო? მას უნდა ემოქმედოს სახელმწიფოს. ხო, ახლა ანუ აგენტი რო ხარ, ეს თავიდან აგენტისთვის თავიდან არის რაღაცა ლაჟვარდოვანი, რომ ფულს გაძლევენ, რაღაცა გიშვებენ კონფერენციებზე, გივლიან და ასე შემდეგ კომფორტობს გიქმნიან, მაგრამ მე გთხოვენ ხოლმე ისეთ დავალებების შესრულებას, რომელიც არ ქსიამოვნებს, მაგრამ უკვე სხვა გზა არ აქვს, იმიტომ რომ დაგჟია. ალბათ ჩემი აზრით ამასთან გვაქვს საქმე, აი ეხლა რა უნდა მოეთხოვათ ელისაშვილისთვის ისეთი, რომელსაც 15 წლიანი სასჯელი არჩია. საინტერესო კითხვაა სხვადასხვის. ხო, 15 წელზე მეტი რა არის, ხო? ნუ სამუდამო პატიმრობა მკვლელობაზე. ეხლა ტექნოლოგია, ეხლა ჩვენ ხო როგორ ვიცი რა არჩევნები кайხანს არ არის, ხო 3 წელი არჩევნები არ არის. ანუ სახელმწიფო გადატრიალების ტექნოლოგია გულისხმობს საკრალულ მსხვერპლს. აი საკრალულ მსხვერპლის სცენარი შეიძლება გქონდეთ ჩაფიქრებული და ეხლა ეს მსხვერპლი უნდა იყოს არახელისუფლების მხრიდან, არამედ ოპოზიციის წიაღში. ოპოზიციის წიაღში ვინ მიიღო ყველაზე მეტი ხმები ბოლო არჩევნებში, ხო? ლელო ელისაშვილი დანარჩენი ვიაზროვნოთ. მოკლედ მე ხაზარაძე, ჯაფარიძე, კუპრაძეს ადგილას მაინც სიფრთხილეს გამოვიჩენდი ზოგადად. კი ბატონო, საინტერესოა ნამდვილად. ირაკლი, ჩვენ კი დაველოდოთ მართლაც როგორ განვითარდება ეს პროცესები, რა მესიჯებით დაბრუნდება, ესე ვთქვათ, მე მაინც მაინტერესებს როგორ დასრულდება, როდის დასრულდება 31 იანვარი აქვს ტრამპს ეს რაღაცნაირად გაზრახული, რომ მიიღოს, ესე ვთქვათ, მშვიდობის ნობელის პრემია 31 იანვარს დაასრულოს ეს ომი. ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და დაველოდოთ, როდის გააკეთებს განცხადებას ბრიტანეთის ელჩი, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით ისევ დუმს. საინტერესოა ეს და ზოგადად არც ერთი ქვეყნის დიპლომატი ამ საკითხთან დაკავშირებით არ აკეთებს განმარტებას. ესეც ძალიან საინტერესო თემა არის, რატომ დუმან მაგალითად იგივე გერმანიის ელჩი, საფრანგეთის ელჩი, ევროკავშირის ელჩი და განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთის ელჩი და ველოდებით საგარეო საქმეთა სამინისტროში როდის მოხდება მისი დაბარება, დაიბარებენ თუ არა საერთოდ. ძალიან დიდი მადლობა ირაკლი დღევანდელი ეთერისთვის და საინტერესო საუბრისთვის. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო პოლიტიკის დოქტორი და პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა. მე ორ შაბათამდე გემშვიდობებით და რა თქმა უნდა მშვიდობიან შაბათ კვირას გისურვებთ. თუმცა სანამ დაგემშვიდობებით ძვირფასო მაყურებლებო, გამოიწერეთ ჩვენი არხი, გაიზიარეთ, მოიწონეთ. თქვენი მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ამ განსხვავებული აზრი გესმოდეთ აი ამ პატარა სტუდიიდან, რომელსაც ქვია სალტე და რომელსაც თქვენ ელოდებით ყოველ დღე. გამომშვიდობის ანახვამდის.